მეგობრებო, სალამ. მოკლედ, ხო იცით რომ სიმართლეს არ დავკარგავ რა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაინტერესებს შეიძლება მერაბდვალიშვილს მე მაინც ეხა ყველას ვთხოვთ რომ გვერდით დავუდგეთ რა, იმიტომ რომ ვისმინე ეხა უმარის ინტერვიუ ვიღაც რუს ბლოგერთან, ისლამის ინტერვიუ. ძალიან პირადული არისო ესო ჩვენთვისო უკვე უმარი იძახის მთელი დაღესტნისთვის პირადულიაო მერაბიმ რაც გააკეთაო. ანუ რა გამოდის იცი იმუქრებიან რა, იმუქრებიან ჩვენ ქართველ ძმაზე რა, რომ ვითომ მერაბიმ ვითომ რამე არასწორი გააკეთა რომ თავისი ღირსება დაიცვა საქართველოში. მართლა სიმართლე ვთქვა მერაბის ინტერვიუს ნახე არიან ჰელვანთან და იქ ავსახე მართლა უმარმა დაიწყო ერთ ტრეშტოკი და უპატივცემულობა და მისმა მენეჯერმა. ხო და ეხა კაც ნერვები აქვს რა და გაცა პასუხი რა და ეხა ვიღაცა რომ მოდის შენ ქვეყანაში და მხარზე ხელს გადებს და ტრეშტოკია მithumetes ეხა არაფერი ისეთი არ უთხია რერავს უმარზე პირადული შეურაცხყოფელი რომ ვინმე შეხებოდა ან მაგის რამეს ან აუფლების რა უფლება აქვს რომ რამე შეეხოს ან ოჯახ შეეხოს ან ვინმეს ან ზოგადად არავის არაფარის უფლება არ აქვს და ჩვენ მათ წითელ ხაზებს არ გადავდივართ არასოდეს და ვენაცვალე დაღესტანს და დაღესტნელებს მაგრამ ახლა ვისაც მერაბთან პრეტენზია აქვს მოდიში ძმაო აგერ ვარ ჩვენც ქართველები რა და ყველა ვთხოვთ რომ დააფიქსირეთ თქვენი აზრი და გვერდით დაუდგეთ ამ კაცს რა ასქვია მთელი დაღესტნისთვის პირადულია, მთელი დაღესტნისთვის თუ პირადულია ძმაო, მთელი საქართველოსთვის პირადულია, თუ მერაბს რამე ესე ეხებით, როგორც არ უნდა შეეხოთ. თუ თქვენ დაღესტნელები ხართ, თქვენ გაგიმარჯვოთ, თქვენც და ჩვენ ქართველები ვართ, ძმაო. თუ თქვენთვის პირადულია, ჩვენთვის ორმაგად პირადულია, უკვე ძმაო, რა სიძახით. თუ არა და თუ სპორტია, იყოს სპორტი, მაშინ და დაანებეთ თავი ამ რაღაცა შეფარვით მუქარებს და რაც შეეხება ისლამს, ამ კაც მართლა ვაფასებდი რა და არ პირიქით, ძმაო, შენზე რესპექტი ქონდა მერაბს და რესპექტი ქონდა ჩვენს ქართველებს და ხარა. ბოდიში ეხა ოკუპანტის დროშა რო ააფრიალე, ეგ რო არ მოგვეწონა, ბოდიში ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს და ჩვენი ძმები დახოცეს და გიორგი ანწუხელიძე და შინდისის გმირები და ომში ძმები დაგვიხოცეს, თხოვნებული მერაბ თუთისანი და რამდენი კაი კაცი და ქალი და ბავშვი და ადამიანი მოგვიკლეს და ბოდიში ეხა თუ ჯერ რუსი არ ხარ დაღესტნელი ხარ, შენი ქვეყნის დროშა აიტანე ვირასი ძმაო. ხა ბოლო-ბოლო თუ სხვას არა აქვს უფლება შენ რატო გაქვს ეგ კაცმა მეტი არაფერი და არ არის მასე რა მეგობრებო და ყველამ ძალიან თქო გვერდით გომა და შემოვაფიქსიროთ ეხა იმენა რა მერაბის გვერდით გომა და ეს ვიდეო აიტაცე ძმებო და თქვენი აზრი დააფიქსირეთ რა ასქვია პირადულია თუ თქვენთვის პირადულია აგერ ვართ ქართველები და ჩვენ ერთმანეთში რაც არ უნდა გაურკვევლობა მოგვივიდეს ერთმანეთის ტყავს არ დავხსნით ძმაო ვიცი რა ასე რომ არ გვინდა კიდე გეუბნები თუ სპორტია იყოს სპორტი თუ არა თქვენთვის თუ პირადულია ჩვენთვისაც პირადულია და მერაბის გვერდით ვართ მთელი საქართველო რა მერაბის ილიას და ყველა ქართველი თითოეული ქართველი მებრძოლის გვერდით ასე რომ სპორტია და ამას პირადულში ნუ გადასდით ძალიან გთხოვთ რა ეს იქნება ჩემი მოწოდება და როგორი პრივეტიც გექნებათ ეგეთი ატვეტი გვექნება თქვენ გასაგებენაზე გეტყვით რა ნახვამდის